მე ვფიქრობ, რომ სამყაროში არსებობს ხმა, რომელიც არ იყენებს სასაუბროდ სიტყვებს. უბრალოდ უნდა უსმინო მას. უთქმელი სიტყვები, მათ მიღმა არსებული ემოციები, გონებაში დალექილი სიუჟეტები, შემთხვევითი ადამიანები, სიზმრები, ადგილები. ეს ყველაფერი ფერებს და ფორმას იძენს და ნამუშევრებში გარდაიქმნება. გამოხატვის ფორმები კი სხვადასხვაგვარია, ხან აბსტრაქტული, ხან უფრო პოეტური. ასე შეიქმნა ეს ნახატებიც, რომლებსაც მათი ავტორი მანუჩარ ბენდელიანი რიტუალურ ჩანაწერებს ამგვანებს. ამოფენა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ეს ნაწილი არის შვეიცარიის პერიოდში შესრულებული ნამუშევრები, ამის შემდეგ კიდე შეიცვალა ფორმა. ეხლა ეს უკვე ეს ნამუშევრები არის რიტუალური ჩანაწერები. იმ დროის, იმ მოცემულობის, იმ ემოციური ინტენსივობის, რომელიც იმ მომენტში გამოჩნდა და რომელიც ამ ფორმით გამოვლინდა. ეს აღვწერი და ამიტომ სწორად მინდა რომ თქვა, რომ აი დღევანდელი ეს გამოფენა, ეს მცირე ზომის ნამუშევრები არის უფრო მეტად პირადი, უფრო მეტად ინტიმური ვიდრე სხვა დანარჩენი, იმიტომ რომ მე 2010-დან, როცა მე ამ მუშაობა დავიწყე აქტიურად, 2020 წლამდე მუშაობდი აბსტრაქციულ ფერწერაში და შემდეგ ეს ემიგრაციის პერიოდში შეიცვალა ეს ფორმა და შემდეგ დაუბრუნდი ამ სიმბოლის და ეს არის მითოლოგიური ჩანახატები, ჩანაწერები და უფრო მეტად ეს პოეტურია. ამ სიმბოლიზმით სავსე ნამუშევრების ავტორი, პროფესიით ფსიქიატრია. წლების განმავლობაში ცხოვრება და მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში მოუწია. ფიქრობს, რომ მხატვრობაც და ფსიქიატრიაც ორივე ქვეცნობიერი კვლევის საგანია, მუდმივი ძიების. მე ვარ პროფესიით კლინიცისტი ფსიქიატრი, ასევე ქირურგი, წინა პროფესია, ტრავმატოლოგია, ქირურგია. მაგრამ ამ ეტაპზე მუშაობ, ცხოვრობ გერმანიაში, სადაც მუშაობ კლინიკურ ფსიქიატრიაში. და რამდენად დაკავშირებულია ეს ორი სფერო, თუ ასე შევხედავთ, მე ვფიქრობ, რომ თვითონ ფსიქიატრიაც ქვეცნობიერი კვლევის საგანია ადამიანში და მხატვრობაც რაღაცა ფორმით უკავშირდება ამას, იმიტომ რომ ესეც ძიების საგანია. ერთი და იგივე გზას გაჩვენებს, მაგრამ სამეთყველო ენა აქვს სხვადასხვა. მე ვფიქრობ, რომ ფსიქიატრია არ არის მხოლოდ მედიცინა. ფსიქიატრია არის ხელოვნება, რომელიც ეძებს კითხვებსაც და პასუხებს, იმიტომ რომ მარტო პასუხებს არ სჭირდება ძებნა. თავარი არის კითხვა. და კითხვიდან ჩნდება შემდეგ დანარჩენი და თუ კითხვა არსებობს, შემდეგ იწყება ძიების პროცესი. და თავარია რომ ეს კითხვები გაჩნდეს. ზოგჯერ კითხვებზე პასუხებს დასრულებული ნამუშევრებისგან იღებს. ზოგჯერ მხატვრობა მისთვის მეხსიერების და ემოციების შენახვის პროცესია. მნახველთან კომუნიკაციის დამყარების პროცესი. მაშინ, როცა ვიზუალური ხელოვნება უფრო მეტად გამოხატავს სათქმელს ვიდრე სიტყვა. მე როგორც პერსონა მოვდივარ ლიტერატურიდან, ანუ პოეზიიდან მოვდივარ. შემიძლია ამის თქვა, იმიტომ რომ ქვეყნდებოდა ჩემი ნამუშევრები, ეხლაც პროცესში ვარ გერმანულ ონლაინ ჟურნალთან. სინამდვილეში რა განსხვავება მათ შორის? არ ვიცი, ესე მნიშვნელოვნად ვერ იტყვი, იმიტომ რომ უფრო მე მგონია, რომ უფრო ესადაგება დროს, აი მომენტს. იმიტომ რომ ცხოვრება ხო მომენტია და იმ მომენტს რა განსაზღვრავს. თუ იმ მომენტს განსაზღვრავს ეს ვიზუალური ხედვა, მაშინ მოდის ეგ. და თუ სიტყვები, მაშინ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო მეტია ობიექტი ვიდრე სიტყვები. ანუ ის უფრო მეც ამბობს, ვიდრე შეგიძლია შენ ადამიანს აი მთელი ჭარბი ჭერმეტყველებით თქვა. ამიტომაც ფიქრობს, რომ მხატვრობა მისთვის სამეთყველო ენაა, რომლითაც მნახველთან დიალოგს ამყარებს. ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა, სადაც დამთვალიერებელს მის ყველაზე პირად რიტუალურ ნახატებს გაუზიარებს. თბილისში, ლიხტ გალერის საგამოფენო სივრცეში.